მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით, ნათესავებო, მშვიდობა გქონდეთ სამშობლოში, ოჯახში, ერში. აი მე ყოველთვის გეუბნეოდით, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს და ამისი მაგალითი, ამისი ნიშანი უკვე შეიძლება ითქვას დღეს მოგიტანეთ და თვალხილულად უნდა ყველაფერი ვნახოთ. მე საუბარს იქიდან დავიწყებ, რომ დღეს ყველაზე საუკეთესო, რაც ჩემს გადაცემაში სტუმრები ყოფილან არიან დღეს მობრძანებულნი, ეს არის გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისის სკოლის მოსწავლეები. დიდებული ახალგაზრდები, თქვენ ნახავთ ამას თვალნათლივ, ეს არის ძვირფასი მეგობარი, მამაკაციდან დავიწყოთ, ახალგაზრდა კაციდან დავიწყოთ, ლუკა მაისურაძე, მოიხიბლებით მისი პიროვნებით, მისი ცოდნით, მისი პოეტურობით და ძვირფასი გოგონა თეკლა სომხიშვილი, მოიხიბლებით მისი პოეტურობით, მისი სიტყვით, მისი განათლებით. საქმე რაში მდგომარეობს, იცით? ზუსტად 10 დღის წინ წარმოიდგინეთ, რომ დიდი სიხარული, დიდი ბედნიერება, დიდი გაოცება მეწვია იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქ გორში, სადგურის უბანში, მამა ბასილი ფოსურმა შიშველი ხელებით, მტრიანი და ჭუჭყიანი ანაფორით 1000 ადამიანის ძალისხმევით, შეიძლება 2000 ადამიანის ძალისხმევით. ხშირ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ქრივის 2 ლეპტათი, ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი ადამიანური გმირული შემოწირულობით ააგო დიდი სპორტულ-კულტურული დარბაზი ფერიცვალების ეკლესიის მიმდებარედ ეზოში. და იმის მიუხედავად, რომ აი ესეთი გამოცდილი ადამიანი ვარ, დავდივარ სკოლებში, დავდივარ უნივერსიტეტებში, მოვიხიბლე ეს რა ახალგაზრდები იყვნენ, მონაწილეობდნენ რა კონცერტში, წარმოგვიდგინეს ახალგაზრდებმა საოცარი ღონისძიება. საოცარი ღონისძიება, ახლა ცხადიამი არ ვამბობ, რომ ეს აი სუხიშვილების დონეზე ცეკვავდნენ და რუსთავის დონეზე მღეროდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ მოხიბლულები ვიყავით, მთელი საზოგადოება, იქ იყო ყველანაირი ფენის წარმომადგენელი, გნებავთ სოფლელი, გნებავთ ქალაქელი, გნებავთ სასულიერო პირი, გნებავთ ხელოსანი, გნებავთ ინჟინერი, გნებავთ მასწავლებელი, ყველანი ვიყავით მოხიბლულები, აი ამ ახალგაზრდებით და ღმერთმა გვამრავლოს, მოდის საოცარი თაობა, მოდის საოცარი ნიჭი, მოდის საოცარი გენი. ოღონდ კიდე ერთხელ ვლაპარაკობ, ოღონდ ჩვენ გავმრავლდეთ, არაფერია დაკარგული. არ არის დაკარგული არამც თუ აი სულ ახლახან დაკარგული ცხინვალი და სულ ახლახან დაკარგული სოხუმი, არამედ ის მიწებიც კი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გარეთ დარჩა, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს, ოღონდ ჩვენი ერი განათლდეს და ოღონდ ჩვენი ახალგაზრდები გაერთიანდნენ და ერთი ფასეულობების გარშემო იყვნენ. აი ეს არის უმთავრესი, ეს არის უმნიშვნელოვანესი და რამ უნდა გაგვაერთიანოს? კიდე ერთხელ გეუბნებით, ეს ილია ჭავჭავაძემ გვითხრა, ვაჟა-ფშაველამ გვითხრა, შოთა რუსთაველმა გვითხრა, ეს ჩვენ გვაქვს ძალიან, აი დალაგებულია ყველაფერი. დალაგებულია, გამზადებულია ის გზა, ის მიმართულება, ის ლიანდაგი, რომელზედაც ჩვენ უნდა დავდგეთ და მივიდეთ იბერიის გაბრწყინებისაკენ, არსებობს, აუცილებლად არსებობს. კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ აი ამ ღონისძიებას და იქ ბრძანდებოდა მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა და მის კურთხევას. მან დაგლოცა თვითონ ეს დარბაზი, აკურთხა შესაბამისად მცირე პარაკლისი ჩატარდა, დიდებული ღონისძიება იყო და ხაზგასმით თქვა შემდეგი რამე. და მე სრულად ვეთანხმები ამას და ყველა ობიექტური ადამიანი დაეთანხმება. აი ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ლუკა და ჩემო თეკლა სამწუხარო ამბავი მოხდა ბოლო 40-30-25 წლის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ განათლების სისტემამ დაიწყო ნგრევა, რღვევა გამიგეთ და დღეს მაგალითისათვის ვისაც გინდათ იმას ვეთყვი და ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, ობიექტური ადამიანი, რომ აღარც ის საგანმანათლებლო დონეა, აღარც ის ეროვნული მიდგომა შესაბამისად და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი უნდა გააწონასწოროს, ეს ყველაფერი უნდა წამოსწიოს სამრევლო სკოლამ. ეს ყველაფერი უნდა წამოწიოს კლასგარეშე განათლებამ, ხომ მეთანხმებით. ეს უნდა შეავსოს და აი მე მინდა ყველას გთხოვოთ,
რომ ან ინტერნეტის საშუალებით, ან შესაბამისად ესტუმრეთ გორის რაიონის სამრევლო სკოლებს, მეტადრე მამა ბასილი ფოსურის სკოლას და ნახავთ, იქ არის 7 წრე სრულიად უფასო. როგორ უანგაროთ იხარჯებიან მასწავლებლები, როგორ თავგანწირულები მუშაობენ, სწავლობენ, მეცადინეობენ, ვარჯიშობენ, მოზარდები, ახალგაზრდები და გამოუგნებელი შედეგები და აი კიდე ერთხელ გეუბნებით, აი მოხარული ვარ, ბედნიერი ვარ ყოველივე ამით რა. მე მინდა კიდე ერთხელ წარმოგიდგინოთ, ეს ორი ახალგაზრდა იქ ბრძანდებოდა. ეს ღონისძიება იყო ფაქტობრივად წარმოდგენილი ორი სამრევლო სკოლის, ერთი არის გორის ქალაქ გორში არის კიდე ერთხელ მოგახსენებთ სადგურის უბანი, აქ არის ფერიცვალების ეკლესია, სახელოვანი მღვდელი, პატიოსანი მღვდელი, მამა ბასილი ფოსური გახლავთ იქა და მისი სამრევლო სკოლა და სოფელი მეღვრეკისი, გმირების სოფელი. ლიახვის ხეობაში ყველა გმირია, ყველა მეომარია, ყველა ეროვნულია, ყველა დიდებულია, მაგრამ მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფელი მეღვრეკისი და იქ არის მამა ათანასე. გაიცანით ეს ადამიანები, გაიცანით მათი შრომა, გნებავთ 8 წლი როგორც სასულიერო პირებისა და გნებავთ 8 წლი როგორც სამრევლო სკოლაში, როგორ მოქმედებენ, როგორ მუშაობენ, როგორ იხარჯებიან. მოდით ახლა აი ამ დიდებულ ახალგაზრდებზე გადავერთოთ და ამთავითვე გეტყვით, რომ ქართველი ადამიანი ყოველთვის ცხოვრობდა ისტორიულად, ყოველთვის ცხოვრობდა არა მარტო პურით, არა მარტო წყლით, არა მარტო მზით და არა მარტო ხაერით, არამედ ყოველთვის ცხოვრობდა პოეზიით. ლუკა, ხომ მეთანხმები, ჩემო თეკლა არის ესეთი გამოთქმა. ლექსებს რა თუნდა მქუხარე ტაში, ყველა ხევსური, ვიცი დანტეა, ვიცი პატარა ბეღურას გულშიც დიდ სიყვარულის გზნობა ანთია. შესაბამისად, ყველა ხევსური არის შედარებული ლუკა დანტე ალიგიერს. ესე დიდ გრანდიოზულ პოეტს წარმოგიდგენია და მართლაც ესეა. უამრავი ადამიანი დარწმუნდა ამაში. და სანამ ეხლა გადავალ, უცებ გამახსენდა საოცარი რამ, აი მართლა უცებ გამახსენდა, დაგეგმილი არ მქონდა ამისი მოყოლა. სანამ ეხლა გადავალ უკვე თქვენთან საუბარზე, ესეც საოცარ ამბავს მოგიყვებით. ისტორიასაც დარჩება. ani ბოლოს იმასაც გეტყვით, ვინ მიამბო ეს ამბავი. წარმოიდგინეთ მეგობრებო, რომ ვაჟაობაა. სოფელ ჩარგალში, დაახლოებით 70-იანი წლების დასაწყისია და ვაჟაობაა, დიდი იუბილეა ვაჟა ფშაველასი და მთელი მწერალთა კავშირი, მაშინდელი პოეტები, მწერლები, ასე შემდეგ ასულები არიან, მთავრობის ხალხი და დიდი ღონისძიება იქ იყო, ცხადია სხვადასხვა ღონისძიებანი, რა თქმა უნდა, გამოსვლები, რა თქმა უნდა, ლექსები და ბოლოს როგორც ქართველებმა ვიცით და ეს აუცილებელიც არის და დიდებულია, იყო ქართული სუფრა. ქართული სუფრა და წარმოიდგინე ახლა იქ რო ყოფილიყავით მე და შენ ლუკა როგორი შთაბეჭდილებებით წამოვიდოდით და ამ სუფრაზე ყველანაირი ადამიანი იყო შეკრებილი, მასპინძლები, სტუმრები, მაღალნი, დაბალნი, უხნი, ღარიბნი და ასე შემდეგ. ისე მოხდა რომ სუფრაზე ერთმანეთთან ახლოს, შორი ახლოს, ალბათ 2-3 ადამიანის იქით ერთმანეთს შეხვდნენ, კონსტანტინე გამსახურდია და იქაური ადგილობრივი ფშაველი კაცი, ადგილობრივი, შუახნის, ალბათ უკვე სიბერისკენ მიმავალი შეიძლება ითქვას, თუმცა მხნე და ჯანსაღი. და ამ ადამიანმა შუა სუფრაზე კონსტანტინე გამსახურდიას, რომელიც თამადობდა, რომელიც ახოვანი იყო და გამოირჩეოდა, ლექსებში გამეჯიბრეო. წარმოგიდგენიათ? ხო და ლექსებში გამეჯიბრეო და ეს იყო როგორი წინადადება, იცი? აი შეიძლება ითქვას, რომ დუელში რო გამოიწვიოს, მაგალითისათვის დიდი მოფარიკავე უცნობმა ადამიანმა. გამიგეთ? აი ესეთი წინადადება იყო და კონსტანტინე გამსახურდიამაც თავისი მჭერმეტყველობით და პირდაპირობით, გენიალურობით და რომ მოგიგო,
რომ მოგიგო სანაძლეო და ლექსები რომ მოგიგო აიო რაცო ცხორი მყავსო ცხორის გარეშე არ ცხარის გარეშე არ დამტოვოო და რამდენიც გინდა წაიყვანეო რა სულ წაიყვანეო ხო ცოტა დამიტოვეო 10 წალიო რომ ცხორის გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო და თუ მოგიგეო ის ადგილობრივი კაცი ეუბნება აი ლაბადა რო გაცვიაო ალბათ გერმანული რა ბჭყალებში დუბლიონკა ასე ვთქვათ რომ მივახვედროთ ხალხი ქურქი რო გაცვიაო ეგ მაჩუქეო რა და მართლაც გაიმართა ეს პაექრობა წარმოიდგინეთ ეხლა კიდე ერთხელ გეუბნები იქ რომ ყოფილიყავით სამწუხაროდ არ იყო იმ ეპოქაში რა ეს საშუალებები რო ჩაეწერათ გადაეღოთ თან ესეთი მოულოდნელი და სპონტანური წინადადება და დაიწყეს ლექსები ლუკა დაიწყეს ლექსები წარმოიდგინეთ აქეთ კონსტანტინე გამსახურდია ხან თავის ლექს ამბობს ხან თავის თარგმნილ ლექს ამბობს მოგეხსენებათ იოგან ვოლფგანგ გოეთეს ლექსებს ამბობს ქართულად თავის გალაქტიონ ტაბიძის ლექსებს ამბობს ასე შემდეგ და იმან დაიწყო ვაჟა დაიწყო და სულ ვაჟას ლექსები და უკვე წარმოიდგინეთ ეს გადაიქცა უკვე საოცარ პაექრობად ადამიანები უყურებენ ამას რა გრძელდება საათები 3 4 5 საათი გაგრძელდა ეს ღონისძიება და უკვე შესაბამისად რომ კი არ ღამდებოდა უკვე თენდებოდა შეიძლება არის ესეთი გამოთქმა რომ შუაღამე იყო გადასული უკვე შეიძლება ითქვას რომ დაზავდნენ ესენი რა ვერც კონსტანტინემ დაამარცხა პოეზიაში ადგილობრივი კაცი და ვერც ამ კაცმა და საქმე რაში მდგომარეობს იცი და გენიალურობა ჯერ ხო ვაჟას ლექსებს ამბობდა მერე თავის ლექსებს ამბობდა და ისეთი პოეტური გარემო იყო ჩემო ლუკა რომ იქ მყოფი ადამიანები ადგილობრივები იმ ადამიანის მცოდნეები და ნაცნობები და ასე შემდეგ ამბობდნენ რომ თან ამბობდა ლექსს და თან წერდა ლექსს ხდები როგორი მომენტია ისეთი პოეტური სურნელება მოდის და ისეთი ღვთიური ნიჭი გადმოდის და მუზა ისე დაგიმეგობრდა და ისე შემოვიდა შენში რომ ადამიანს შეუძლია ესე დაწეროს ლექსი გამიგე და ესეთი იყო ყველა ხევსური ესეთი იყო ყველა ქართველი შემოგევლოს ჩემი თავი ხო საოცარი რამეა ღონისძიება კიდე მაინც ეხლა პრაგმატული ადამიანები ვართ ისე დამთავრდა რომ ყველა მანქანას აბსოლუტურად ვინც იქ იყო ჩასული საბარგულში ცხვრები ჩაუსვა ამ ადამიანმა ადგილობრივმა დააჯილდოვა და ცხადია ის ქურქიც გაიხადა კონსტანტინე გამსახურდიამ და დაუტოვა და მერე იმან რომ გაიგო რომ დიდი მწერალია და კოცია გამსახურდია და ასე შემდეგ რაღაც დონეზე შეიძლება იცოდა კიდევაც ეს ქურქი ცხადია ცხორში არ იხმარა და იქ იყო დიდი ხანი ჩამოკიდებული ალბათ ისევ როგორც ექსპონატი იქ არის ჩამოკიდებული ეხლა მე მინდა წარმოგიდგინოთ თეკლა სომხიშვილი რომე კლასელი ხარ მერვე კლასელი გოგონა ესეთი წარმოსადეგი ესეთი ლამაზი რომელიც წაგვიკითხავს ლექს იმ ლექს რომელიც იმ ღონისძიებაზე იყო როცა ჩვენ ეს კონცერტი ჩავატარეთ გითხარი ლექსი არა იჯექი ხო შეგიძლია რომ იჯდე და ისე თქვა გენაცვალე გაგახარო ზმერთმა ქარი გიმღერის ნანას ცხაპარს გიამბობს ჭადარი ძეწნა მალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არის ცა ვარსკვლავებით ინთება ცა არცა რისი სად არის მთვარე რომ ამობრწყინდება გული გაფრენად მზად არის დიდება შენი დიდება სხვა საქართველო სად არის მინდვრები ქართლის მინდვრები ქედები მხარგაშლილები მთაში ტყე დანაბინდები ტყეში ქორბუდა ირმები ბარად შრიალებს ჭადარი მზეს უმღერიან ჩიტები მხარევ მოსილო დიდებით სხვა საქართველო სად არის ლურჯი ბალახი მხარამდი მწყერი გოგმანობს ბალახში თეთნულზე თოვლი მარადი ვენახში მზედა ბატახში სხვა საქართველო ვინ ნახა სხვა საქართველო სად არის როს ვარსკვლავები ხმაურით აინთებიან სათანი კლდეს მოაწყდება ზღვაურით მეშვიდე ცაზე ატანილს კლდებში ჯიხვი დაფრთხება გორში იტირებს ატამი ყაყაჩოს გვერდზე რაული სხვა საქართველო სად არის აქ დაიბადა სულიკო მზისკენ გაფრინდა
გაფრინდა მერანი და თუნდაც გადმოსულიყო მტერი შმაგი და ვერანი მარჯვენს მოჰკვეთ და ალუდა. სით გაუშვებდა ლელა, აქ დაიბადა სულიყო მზისკენ გაფრინდა მერანი. მთად ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა წერა. ქვემოთ შრიალებს მოლისებრ ყანაი გაუყელავი. ფიქრს დაუღლია ონისე, ბახტრიონს მოდის ლელაი. მთად ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა წერა. ქარი გიმღერის ნანას, ზღაპარს გიამბობს ჭადარი. ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი. საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ანგელოზო, დიდი გოგო გაიზარდე, გაახარე, გვარი, ოჯახი, სანათესაო, სოფელი და სამშობლო გაახარე. ხო გამოუგნებელია, ჩემო მეგობრებო, ასეთი ლექსი, ასეთი გამოთქმა, ასეთი მერვე კლასელი გოგონასაგან, მერვე კლასელი ქართველი გოგონასაგან და მართლაც სხვა საქართველო არ სად არის. მე მინდა ნებისმიერ მოზარდს უთხრა, ნებისმიერ ადამიანს უთხრა, რომ სხვა საქართველო და მსგავსი ქვეყანა არ სად არ არის. არც მსგავსი ცა, არც მსგავსი ბუნება, არც მსგავსი გემოები, არც მსგავსი ისტორია, არც მსგავსი ენა და პოეზია რო არ არის და არ არის, ხო ამას წყალი არ გაუვა. ლუკა, ეხლა შენს დაგვაჯილდოვე, ჩემო მეგობარო, შენ გენაცვალო, ჩემი თავი. მოგხიბლი, აბა ეხლა შენი ჯერია, ძმაო. მე ერთი ფიქრი მაწუხებს მარად. ვაი თუ მოვკვდე ლოგინში წყნარად. ვაი თუ მოვკვდე ნელ-ნელა ნაზად მჭკნარი უსულო ყვავილის მსგავსად და როგორც ქრება სანთელი მკრთალი. მეც ისე გავკრე, დავხუჭო თვალი. არა ასეთი არ მსურს სიკვდილი. მე მინდა მოვკვდე ბრძოლით, ჭიდილით, მსურს მუხა ვიყო შეურიგალი, მაპობდეს მეხი, მგლეჯდეს გრიგალი, თიდან კლდედ მოვწყდე უზარმაზარი, რომ ცადამიწა შევზრა ზანზარით და რომ დაღლილი მძიმე უღელით ხალხი აღსგება მკლავ მოუღლელი, დროშებს დააწერს თავისუფლებას და ცაც დროშები დაიღრუბლება, როცა მტრის რისხვათ ხალხთ გასახარად ყოველი მხრიდან დაჰკრავს ნაღარა იქ ჩემი სისხლიც დაიცეს წმინდა მე იმ ბრძოლაში სიკვდილი მინდა. და რომ მომხვდება ბასრი მახვილი, უკანასკნელი ჩემი ძახილი დე დაიკარგოს ქვემეხთა ხმაში, დე გაქაფული ცხენებით მაშინ, ჩემს მკვდარ ცხეულზე გადით ქარუნონ, ოღონდ ჩამძახონ სასიხარულო, მტრის დამარცხების ხმა და რხეული დე გადიქელოს ჩემი სხეული. შემდეგ იქნება დაღუპულთ გლოვაც, მაშინ შეკრებენ ჩემს ძვალთა გროვას, ზარის ზუზუნში დროშებს გაშლიან, დროშებს ევლება შავი არშია და დაგმარხავენ სულ ყველას ერთად. მათ, ვინც გატეხა სიმაგრე მტერთა, საოცნებო დროშა ვინც გაშალა, თავისუფლებას ვინც ენაცვალა. დიდი მადლობა ძმაო, ქეთს ვიხრი, ღმერთმა გაგახაროს, ძალიან გაგვახარე. ძალიან დიდი მადლობა და ლუკა, იცი უცებ რა გამახსენდა, იცი რომ რამდენადმე მაგის პასუხია ქართული პოეზიის მშვენების და ქართული პოეზიის უპირობო პირველობა, რაში ჩანს იცი, რომ ყავს შეიძლება ითქვას ყველა, მე ვერ წარმომიდგენია ობიექტურად რომ ვილაპარაკოთ, უფრო დიდი პოეტი არსებობდეს ვიდრე გალაქტიონ ტაბიძია და საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მიჩნეულია, რომ ყველაზე დიდებული ქმნილება პოეტური არის ტატოს მერანი. და თუ ტატოს მერანია ყველაზე დიდებული ქმნილება, ესე იგი ტატო ბარათაშვილია პირველი პოეტი, ხო, ლოგიკურია და ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ტატოს პოეზია დაკარგულიყო. წარმოიდგინეთ, რომ სრულიად შეხლა შემთხვევით არაფერი ხდება, დიდება უფალს, მაგრამ
დიდი მადლობა ღმერთო ყველაფრისათვის, მაგრამ სრულიად შემთხვევით მაინც ასე ვთქვათ, პეტერბურგში ეკატერინე ჭავჭავაძე შეხვდა ილია ჭავჭავაძეს და გადასცა რვეულები გარდაცვლილი იყო, მგონი თუ არ ვწდებით 13-14 წლის გარდაცვლილი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი. და გადასცა და აი ამას გადახედეო ერთი და ილია ჭავჭავაძემაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პირველ დღეს არა, მეორე დღეს არა და მესამე დღეს გადახედა. ორი კვირაო გაოგნებული დავდიოდიო, დადუმებული დავდიოდიო, გადარეული დავდიოდიო. ილია ჭავჭავაძე ამბობს, ეს ვინ ყოლიაერსო და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდაო და იყო იმისი ალბათობა და საშიშროება, რომ დაკარგულიყო. ან ის დღიურისადმე დაკარგულიყო, ან ერთმანეთს ვერ შეხვედროდნენ პეტერბურგში. ჭავჭავაძე და ჭავჭავაძე, წარმოგიდგენია? და ესეთია და სულ 27 ლექსი გვაქვს. ნიკოლოზ ბარათაშვილის. წარმოგიდგენიათ, ჩემო მეგობრებო, სულ 27 ლექსი გვაქვს და ესეთი გამოოგნებელია მისი შემოქმედება, მისი ცოდნა, პატარა ბიჭუნა, 27 წლის ბიჭუნა, წარმოგიდგენიათ. და კიდე რამდენი რამე ექნება დაწერილი, რომელიც ვერ გაუგზავნა, ან არ გაუგზავნა, ან ვერ მიაწოდა ეკატერინე ჭავჭავაძეს. ეხლა მე თქვენ ერთ საოცარ რაღაცას გეტყვით. მომიტევეთ, უნდა წავიკითხო. უნდა წავიკითხო რატომ, იცით? თქვენი ტოლი რო ვიყავი, ძალიან ადვილად ვსწავლობდი ლექსებს. და დღეს ძალიან მიჭირს ლექსების სწავლა ზეპირად და მხოლოდ ვკითხულობ, გამიგეთ და ამით იმის თქმა მინდა, რომ ბევრი ლექსი ისწავლეთ, 1000 ლექსი ისწავლეთ, 5000 ლექსი ისწავლეთ, რომ მე მთელი ცხოვრება გახსოვდეთ, გამიგეთ? და ასე შემდეგ. რატო ვკითხულობ ახლა ამ ლექსს, იცით? ჩვენებური კაცია ნიკო სამადაშვილი. დაიბადა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში. ატენის ხეობის ბოლოში. გარდაიცვალა 1963 წელს. ფაქტობრივად ჩვენი თანამედროვეა, აი გასული საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. რო გარდაიცვალა, ჩემო მეგობრებო, ძვირფასო მეგობრებო, მერე და მერე 10 წლის მერე, 15 წლის მერე დაბეჭდეს მისი ლექსები, წარმოგიდგენიათ? ისე გარდაიცვალა, რომ მისი ლექსი, მისი საოცარი პოეზია არავინ არ იცოდა. უпростоრედ იცოდნენ, მაგრამ ხალხმა არ იცოდა, საზოგადოებამ არ იცოდა. მას როგორც ახალხო მთქმელს ეგრე ათქმევინებდნენ ხოლმე ლექსებს. ვახუშტი კოტეტიშვილი, მაგალითად, გერონტი ქიქოძე, მაგალითისათვის და მისი სამწუხაროდ არაფერი არ დაბეჭდილა. მე ატენიდანა ვარ, გორის რაიონის სოფელი ატენიდან და როგორც თქვენი სოფელი, და მე ეს უკვე სოფლებზე ვილაპარაკოთ შემდეგი ნაწილი გადაცემისა. ატენზე და ამ ადამიანს ლექსი აქვს დაწერილი ატენზე, ატენის სიონზე. და უნდა წაგიკითხოთ და შენ, როგორც პოეზიის მეტრმა, როგორც პოეტური კითხვის კორიფემ, მინდა რომ შეაფასო ეს ლექსი რა. და შენ, ჩემო მეგობარო. ატენის სიონი, ნიკო სამადაშვილი 1905 წელს დაიბადა და 1963 წელს გარდაიცვალა. დასაბამს ქვემოთ აქ ტყებუდობდა, პირქუში, როგორც ამაოება, შეხიზნებოდა მთებს ქურდებივით გამოქვაბული და მყუდროება. სქელი ნისლები მდორედ ხრჩოლავდნენ, ყრუდჭრიალებდა ხევის ანჯამა, ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე, თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა. უფლის ნათელი დაბარბაცებდა, გაუთენარი გზების ბოლომდე, კერპები თვლემდნენ გაღმით ბორცვებთან, ჟამს რომ კივილით ჩამოყოლოდნენ. დრო იყო როცა ბნელსას უფეველს, მდინარე ტანა ჩაუდიოდა, საიქიოდან წუთი სოფელი როგორც მამალი ისე ყიოდა. სადღაც მღვიმეში ენთო კანდელი, ხელში ხატები ეჭირათ ჩრდილებს, მოციქულებს კი გარდატნის კლდეზე ჩასძინებოდათ აღთქმით დაღლილებს. წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი, ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს, ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები გავდნენ სისხამზე მოკრეფილიებს. ვით უკვდავება წყარო ანკარა, აცის კროვნებდა ირმების ფერდობს, ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს. მოსულ შეთქმულთა ნათელ ოცნებას გუმბათის სვეტი გარს იტბორებდა, მოხუცი ღმერთის აქ ნათქვამ ლოცვებს სამრეკლო
ღამით იმეორებდა. სიონში მრევლის ტევა არ იყო, გარეთ გალობდნენ მწირი ბერები, ჯიღა ცაცხვები იდგნენ ყორესთან, ვით ხანშესული ქალდეველები. ჩუქურთმებს ტაძრის ბანი აეპყროთ, ელავდა მთვარე ქურუმთაოდა, მოჰქონდათ ჯვარი, ჭაღებიენთო და დანახვისზე ჭოტი ჰკიოდა. რა დონია რა. გამოუგნებელი პოეტია ხო თეკლა? საოცარი და მე მინდა გთხოვო რომ მისი პოეზიის 1-2 თანსაქმერაში მდგომარეობს. ახლა მე მოკრძალებული ვიქნები ბევრი პოეტისადმი, მაგრამ ზოგი პოეტია 2, 3, 4, 5 ლექსი აქვს დაწერილი კარგი. გამიგე? ნუ გალაქტიონია, რომელსაც 1200 კარგი ლექსი აქვს დაწერილი, 1200. და ჯამში მგონი 10000 და ეს არის ადამიანი, რომელსაც 50 დიდებული ლექსი აქვს დაწერილი, რაც ჩაგვივარდა ხელში. რო გარდაიცვალა, სახს და ოჯახს დაუტოვა ეს რვეული და აი ამ რვეულის შემოქმედება შეიძლება 20 სხვა რვეულიც ჰქონდა. შემოგევლოს ჩემი თავი. ლუკა, ეხლა აბა შენ გითხარი რამე დაგვაჯილდოვე ახალი ლექსით. ახლა ჩემი ფიქრები მომავლისკენ გარბია. დამიჯერეთ ქართველის ყველა ფიქრი დარდია. ავი დროის ტუსაღი, სისასტიკის მთხრობელი დროის უკუღმართობის ყინვით გაუთბობელი თავს ვიმართლებ ასეთი. ბედიჭე და დროებამ ცხოველივით გამქონდა ნაცრისფერი ცხოვრება. ეხლა ვხვდები ყველაფერს, მაგრამ არის გვიანი ყურთან ღმერთის ხმამესმის შენ ხარ ადამიანი. სინანულის მჭამს განცდა ყველა ნამოქმედ არის, მინდა სული გავრეცხო ღმერთის ვიყო მხედარი, მაგრამ ერთხელ დალაქულს ვეღარ ვშველი გონებას, უბადრუკი ცრემლები, აი ჩემი ქონება, ზამთარია ჩემს გულში, სევდის ფერად მთოვარი, აი ჩემი მეფობის ოქროს მონაპოვარი, ეხლა ვხედავ ავსა და სიკეთეში სხვაობას ჰოდა გემუდარებით ჩემს მომავალ თაობას, უფლის კვალზე იარეთ ნაცვლად ძმათა ომისა, მორჩილებით შეაღეთ, კარი ამ ბიონისა გონება არ დაუთმოთ, ცოდვას ფიქრად მოწოლილს ბოროტებას ნუ დარგავთ, ჩაიხუტეთ ობოლი, რწმენით მამა პაპურით ახათქუნეთ თასები, კაინს ნამოქმედარში ნუ ღარდა ემსგავსებით. ახსოვდეთ რომ ამ ქვეყნად არ არსებობს პირადი ლუკმა გაუნაწილეთ მიუსაფარს, მივარდნილს, პატიების მომთხოვნელს მუშტებს ნუ მოუღერებთ, ტყუილს ნუ გაამეფებთ, ნამდვილ გრძნობებს უმღერეთ, ჯოჯოხეთის ქვესკნელში გამაგონეთ ჩაავლეგო, მინდა სულმა ქართულმა საზვერენი წალეკოს მჯერა, მე იმედება რომ გოლგოთას გავივლით, ქართულ სულსაც დავანთებ ცაზე, ჩირაღდანივით დამანახეთ ქართველი ერი როგორ აშენდა, ჩამომძახეთ რომ დილა ბედნიერი გათენდა, მამა პაპის ნასისხლარს ფუჭად არ ჩაულია, რომ ქართველის მოშურნე ყველა დამარხულია. გუნდმა იადონების გული შემომინგრიოს, ვისაც შურია ცოცხლებ შურიც იმანიძიოს თქვენ კი მიტევებასთან მოახდინეთ თანხვედრა, დამანახეთ ბოროტი მადლმა როგორ გახედნა. რაღა გითხრათ მიწავარ სხვა რამ არ დამჩენია, აწმყომ ჩვენ არ გვიწყალა, მომავალი ჩვენია. შენ გენაცვალე მართლაც ჩვენია მომავალი, შემოგევლოს ჩვენი თავი. გაგახაროს ღმერთმა, ძალიან დიდი მადლობა პოეზიის სურნელება რო დაატრიალეთ, ჩემო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა და ისევ იმ თემას დაუბრუნდეთ და ისევ იმ ადამიანს დაუბრუნდეთ. მოდი ახლა მე ვიტყვი და მე თეკლამ თქვას თქვენის ნებართვით, კარგი? ლექსი რომელიც გინდა, ჩემო თეკლა, ძვირფასო მეგობარო, ის ლექსი თქვი და რის თქმა მინდოდა, იცი? წარმოიდგინეთ, ჩემო მეგობრებო, თქვენ ახლა იცნობთ რამდენიმე სასულიერო პირს.
იცნობთ და მეგობრობთ მათთან, ურთიერთობთ მათთან, რამდენადაც შეიძლება, ხან მოძღვარი იქნება ის თქვენი, ხან მეგობარი იქნება, ხან მასწავლებელი იქნება და რაღაცა მშენებლობა რო არის, შესაბამისად თანამებრძოლია და თანამოსაქმეა და ეს ძალიან დიდი წყალობაა და ჩვენ ხო ვხედავთ რომ საოცარი ადამიანები არიან. რა მრავალმხრივები წარმოგიდგენიათ და ეხლა ერთი ლექსი ისევ ნიკო სამადაშვილისა 1616 წელი იყო ძალიან ცუდი ამბავი დაგვემართა 6000 გარეჯელი ბერი მოგვიკლეს. ერთ დღეს ერთდროულად ბრწყინვალე შვიდეულში აღდგომიდან მესამე დღეს, ანუ აღდგომას არა და სამშაბათს, გამიგეთ? და ამ 6000 ბერი რომ მოგვიკლეს, აქ როგორც მინიმუმ 3000 იქნებოდა მწერალი, ხო მეთანხმები? 2000 იქნებოდა ისტორიკოსი, 1000 იქნებოდა პოეტი, 6000-ვე იქნებოდა ღვთისმეტყველი. მაშინ როგორი ეპოქა იყო, იცით, ეკლა, აი, თუ მაგალითად ადამიანი არ მივიდოდა შაბათ კვირას წირვაზე და ლოცვაზე შაბათს, ყველა კითხულობდა, რომ ავად ხო არ არის. რა მოხდა, რაშია, როგორ შეიძლებოდა რომ არ მისულიყო ადამიანი, გამიგეთ და ადამიანებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ და ზეპირად იცოდნენ ფსალმუნები. მოსმენით და ასე შემდეგ. და მაშინაც ესეთი განმანათლებლობა იყო, გამიგეთ და ნიკო სამადაშვილი. როცა ვიღვიძებ ღამე დაღვრილ გარეჯის ცრემლებს, ძარღვებში სისხლი მეყინება, სისხლი მიშრება. რა დაგიშავეს შემოვარდნილ ვერაქს პარსელებს 6000 საუკუნე შეეკითხება. გადაკაფული უამრავი სანთლების ცეცხლი ყვამლივით დადგა მიუწვდომილ ზეცის ბოლოში იმ მონასტერზე იყო თურმე ბუდე მერცხლების მასაკეთ აღარ მობრენილან საქართველოში. სისხლის თხრიალი მატიანეს ფურცლებს გადარევს, სისხლის მორევში ქართლის რისხვა მოინთხება, რა დაგიშავეთ, რას გვერჩოდით ირანელ ნადირს 6000 ბერის ლანდი შეეკითხება. რომ მოვიდა შახაბაზი, ჩემო მეგობარო ლუკა, რომ მოვიდა ლოცულობდნენ ესენი და ზიარებას აპირებდნენ, გამიგეთ და ესეთი რამე უთხრეს, დაგვაცადეო ეხლაო, წირვაო, ვეზიარებითო და მე ჩვენ თვითონ დავხრით თავსო და მოგვააჭარეთო თავებიო, გამიგა ესეთი და მათაც ეს გამოიმეტეს ეს სიკეთე რომ დააცადეს, გამიგე და ამ 6000 ადამიანიდან ბერიდან დავით გარეჯში ორი ახალგაზრდა გაიპარა წირვიდანაც და გაექცა სიკვდილს, ხო გამიგე? და მე ისე მოხდა რომ ამოჟლიტეს ეს 6000 მინუს 2 ადამიანი რაოდენობრივად ზემოთ ცაში აფრინდა როგორც ნათელი რო დაადგება ადამიანს ეგეთი წრე წარმოგიდგენიათ აქ არის საუბარი ამაზე როგორც ყვამლი როგორც ნათელი როგორც თეთრი ღრუბელი წარმოგიდგენიათ ხო აი ესე აფრინდა ზემოთ ცაში და ორი თურმე გაჩერდა ესე და ესე დადიოდა გამიგე რომელიც ვერ დაადგა ზეციდან გამოგზავნილი 6000 ნათელი 6000 მინუს 2-მა იპოვა თავისი სული და იმ სულს დაადგა ნათელი და 2-მა ვერ იპოვა წარმოგიდგენიათ და ესე დადიოდნენ დაკარგულები გამიგეთ და მე იმ 2-მა გაიგეს რომ ესეთი მომენტი იყო დაინახეს იხილეს ეს ყველაფერი და დაბრუნდნენ და ჩვენც მოვკალითო გამიგე და ის ორიც ესე შეეწირა ამას ესეთი საოცარი ერი ვართ ესეთი საოცარი ქვეყანა ვართ ჩემო ძირფასო მეგობარო ეხლა შენი ჯერია რომელიც შენ გინდა აბა რომელიც შენ გიყვარს ყველაზე ძალიან ის ლექსი გითხარი და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველი ერთად იწვიან და ერთურს აბწყინებენ ძმებს არ ამცირებენ მტერს არ აცინებენ ავსულს თრგუნავენ და კარგს ყმას ამკვიდრებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები ბაღთან ბალღობენ და ქალთან რაინდობენ ხვნაში კაცობენ და მკაში კაფიობენ ჯილდოდ ჯინჯილებს და ჩინებს არ ითხოვენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები თუ რა მცოდვები აქვთ ერთ კაც არ ყიდებენ თავად კოტრდებიან და სხვებს ამდიდრებენ უხვად არიგებენ სარჩოს სალხინებელს და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები
რასაც ღაღადებენ, სულ ნაღდს ღაღადებენ. ხატებს ხატავენ და ლოცვებს აღავლენენ. კოშკებს აგებენ და ტაძრებს ამაღლებენ ქართულ ჩუქურთმებით ჩემი ქართველები. თავს არიზოგავენ, მიწყივ ძალს იკრებენ, დილას აღამებენ, ღამეს აცისკრებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები. თავზე არ ფიქრობენ, ვის არ მასპინძლობენ, წელზე ფეხს იდგამენ, მაღრიბ მარშიყობენ, ცეცხლთან არ შიყობენ გენთა გახელებით და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები. მოყვრებს მოყრობენ და ყონახთ ყონაღობენ. გლახაკთ განიკითხვენ, მაშვრალთ ქომაგობენ. გზავრებს გზაბნეულს თვალს არ არიდებენ, ხელებს უწვდიან და უფსკრულს არიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები. მრევლს არ ღალატობენ, დარდს არ თამაშობენ, ხინში ნავარდობენ, ჭირშიც თამადობენ, გულხელს არ იკრეფენ, ღვინოს არ იკლებენ, ქვეყნებს არ იკლებენ ბოღმით ქართველები. ბჭობენ, კამათობენ, სიტყვა შარბათობენ, უცხოს უშვილძიროს კერას არ ანდობენ, დამუნჯდებიან და ენას არ დათმობენ, დაყრუდებიან და ალგეთს არ დათმობენ, დაბრმავდებიან და ჯვარზენს არ დათმობენ, მიწას არ დათმობენ, ზეცას არ დათმობენ, თბილისს არ დათმობენ ჯილა ქართველები. წყენას ივიწყებენ, რწმენას იმტკიცებენ, დედას იფიცებენ, მამულს აღმერთებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო შვილო, გაგახაროს ღმერთმა. ძალიან დიდი მადლობა შენ მშობლებს. ძალიან დიდი მადლობა შენ სკოლას, შენ ქართულის მასალებელს. ძალიან დიდი მადლობა შენ სოფელს, შენ ერს, ვინ შენ გაგზარდა. გაგახაროს ღმერთმა. ჩემო მეგობრებო, ერთ მომენტ ჩავეჭიდე გოგონას წარმოთქმული ლექსიდან. ლუკა, ჩვენ დავითვალეთ, რამდენიმე ისტორიკოსი იყო, გადატრა ზოგმა 40 ჯერ დაიწვა ქალაქი თბილისი და 40-ვე ჯერ აღდგა და დღეს ისევ ქართული ქალაქია და დღეს ისევ ჩვენი ქალაქია, ლუკას ქალაქია და თეკლას ქალაქია და თქვენნაირი ბავშვების ქალაქია და დედა უნივერსიტეტი გვაქვს ისევ ქართული და თქვენ იქ ჩამობრძანდებით და იქ ისწავლით რომელიმე უნივერსიტეტში. 300 ჯერ დაიწვა და ითარეშეს მტრებმა ქალაქ თელავში და ნაკვერჩხალიდან აღდგა, გამიგე? ნაკვერჩხალიდან აღდგა და დღეს ისევ აკადემიური ქალაქია, საუნივერსიტეტო ქალაქია, თეატრალური ქალაქია, ქართული ქალაქია, გმირების ქალაქია, მეღვინეების ქალაქია, თამადების ქალაქია. ყველაფერი, იგივე გორი, ჩვენი გორი, საოცარი ქალაქი. მე ატენის ხეობიდან ვარ. წეღანაც გითხარით, ატენის სიონი მე-7 საუკუნის ძეგლია და 61 ეკლესიაა ჩვენ ხეობაში, ატენის ხეობაში. და 5 ციხესიმაგრეა, წარმოგიდგენია და მათგან ერთი არის აუღებელი ციხესიმაგრე, ატენის ციხე. ატენის ციხე, რომელიც ბრძოლით, შტურმით ვერ აიღეს და ღალატი არ ითვლება. მოდი ვიღაცა მუღალატა, წყალი გადაკეტეს და შესაბამისად ვეღარ მივიდა იქა და აი ეგრე მოხდა, რაც ატენს შეეხება, ატენის ციხეს. კიდე ციხეებია, წედისის ციხე, ვანიან-თუბნის ციხეები, ვერის ციხე, გიორგი სააკაძის სამფლობელო იყო და წეროსხევის ციხე. წარმოგიდგენია, როგორი შრომა, როგორი ღვაწლია, როგორი რა მრევლი იყო, რა განმანათლებლობა იყო და ასე შემდეგ. შენ მეღვრეკისელი კაცი ხარ. მეღვრეკის ეკლესიაზე მითხარი რა, მოგვიყევი, აბა? კი ბატონო. ესე იგი, მეღვრეკის ეკლესია ივანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი გენაცვალე. დგას სოფლის ცენტრში. მას სამხრეთით თავისთავად აქვს შესასვლელი კარები და ყველა მხარეს აქვს თითო-თითო სარკმელი. არის დარბაზული, სამნავიანი ბაზილიკის ტიპის და ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, კარის ჩარჩო, ზემო სარტყელი მოპირკეთებულია რუხი კლდის ქვით, რომელიც სხვათა შორის არის ხელით ნათალი. ასევე გადახურვა, ესე იგი, გადახურვა არის ესე იგი სახურავი არის ორფერდა და დახურულია ღარიანი კრამიტით. ძველი ქართული, დიდებული. კი, ეს არის ასე ვთქვათ გარედან როგორ გამოიყურება. ეხლა ესე იგი ძველი ფეოდალური ხანის ტაძრად ითვლება ეს და სავარაუდოდ ვახტანგ გორგასლის დროისაა ეს ტაძარი და საიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ ეხლა ეს რომ ვახტანგ გორგასლის დროისაა.
ესე იგი ისტორიაში ცნობილია რომ ნიქოზის ეკლესია ააგო და იქ ეპისკოპოსი დასვა ვახტანგ გორგასალმა. გენაცვალე, დიახ, შენ გენაცვალე. შენც ისტორიკოსი ყოფილიყარ ჯუანშერთან, მერე? კი. და სწორედ ჯუანშერის ცხოვრება ვახტანგ გორგასალისაში ვკითხულობთ ჩვენ რომ სხვა მრავალთა შორის აღაშენა გორგასალმა ეკლესია ნიქოზისა და დასვა სავანებელსა თანაც ცეცხლისასა და დასვა ეპისკოპოსი სადა იგი ეფლა გვამიწმიდისა რაჟდენისი. ესე იგი რაჟდენის საფლავია იქა, ხო? გენაცვალე. ესე იგი ლიახვის მარჯვენა მხარეს იყო ეკლესია ნიქოზისა და სხვა მრავალთა შორის ლიახვის მარცხენა მხარეს უნდა ყოფილიყო ივანე ნათლისმცემლის ეკლესია. რადგან ამ დროისთვის დინარეზე ვერ იქნებოდა ხიდი და საჭირო იყო მეორე მონასტერიც, ასე რომ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ტაძარი არის ვახტანგ გორგასალის დროის. შენ გენაცვალე, ლოგიკურია, ჭკვიანურია და ერთსაც გეტყვი. დღეს რო ეხლა ესე რო სახლები მიდგმულია, თანამედროვე ურბანიზაციამ გამოიწვია ეგა. თანამედროვე ცხოვრების წესმა გამოიწვია, გამიგეთ და შესაბამისად განპირობებულია ეგა კომუნიკაციების ფაქტორიდან, თორე ადრე აუცილებელი იყო, რომ გინდა გლეხი ყოფილიყო, გინდა მემამულე ნებისმიერ ეპოქაში, იქვე ქონდა თავისი ბაღები, თავისი ვენახები და ასე შემდეგ და ერთმანეთისგან დაშორებული იყო და მე ახლა ძალიან დიდ პატივს ავცემ მეღრეკისაც და ერედსაც და ნიქოზსაც და კარალეთსაც და ასე შემდეგ, დიდი შანსია ეს ერთი სოფელი იყო. გამიგეთ? ერთი სოფელი იყო, რომელიც გადაჭიმული იყო, აი მაგალითად ატენის ხეობა იყო გადაჭიმული თავიდან ბოლომდე ერთი ქალაქი იყო, გამიგეთ და დღეს იქ არის სხვადასხვა ბევრი სოფელი. ბნავისი ცალკეა, წედისი ცალკეა, დიდი ატენი, პატარა ატენი, ხო ხდებით რის თქმა მინდა. ანუ ეგ ყველა ვარიანტში ლოგიკური დასკვნა იყო შენი რა. შემოგევლოს ჩემი თავი. ნიქოზის ეკლესია, თქვენ ახლა მეღრეკისის ეკლესია ექვემდებარებით და შედიხართ გორის ეპარქიაში და ნიქოზი ცალკე ეპარქიაა. კი. ნიქოზის ეპარქიის 99% იქ დაგვრჩა. როგორ აისახა თეკეკლა ეს თქვენ ახლა ახალგაზრდები ხართ ის დარდი კიდე კარგი არ გინახავთ. ის დარდი, ის ჭიდილი, ის წინააღმდეგობები, ის ბრძოლები, ის დევნილობა, ის სამწუხაროდ უნდა ვთქვა სისხლი და ცხედრები კიდე კაი არ ნახეთ. ამან ყველაფერმა ჩემს თვალწინ გაიარა, გამიგე და აი სასულიერო პატრიარქის თვალწინ გაიარა ამან, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის და ეხლა თქვენ აი შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დონეზე მავთულხლართის პირა სოფელი ხართ, ხო თქვენა ნიქოზი, ну რაღაც დონეზე, ხო? ამან როგორ ჩაიარა, რამე კვალი დატოვათ, ეკლა რაღაც რას მეტყვი ამის თაობაზე? ჩვენმა სოფელმა ომი, აი მეღრეკისი ომის მერე. მეღრეკისი ომში. აი რა სიტყვი შენ აი 2008 წლის აგვისტოს ომმა მეღრეკისში დატოვა ძალიან ცუდი კვალი, იმიტომ რომ ამის შემდეგ აქ ასევე აღმოჩნდა უამრავი კასეტური ბომბი და ასევე შეიწირა ოთარ და ჰამლეტ მაისურაძეები. და მათ შორის ხალაძე ოლიაც. ამის შემდეგ მეღრეკისმა მაინც განაგრძო შვიდობიანი ცხოვრება და ლუკა გვეტყვის თუ როგორ აღადგინეს. შენ გენაცვალო, ჩემი თავი. სკოლა გააქვთ, საბავშვო ბაღი გააქვთ, ამბულატორია გააქვთ, აღვადგინეთ. შეიძლება ითქვას, აი ეგეც ერთი ტანკებით დადიოდნენ ეზოებში, ხო იცი? კი. ტანკებით დადიოდნენ ეზოებში ეს ვერაგები და ხშირ შემთხვევაში აი განურჩევლად ანგრევდნენ, გინდა ის იყო, გინდა სახლს, გინდა ბოსელს, ძალიან ბევრი შენობა დაინგრა, ხო და აღდგა. ეგეც ერთ-ერთი ფაქტია, რომ აი ისე ნაკვერცხლიდან აღვადგინეთ შეიძლება ითქვას და ძალიან მალე დავბრუნდებით. შენ რას გვეტყვი მაგაზე, ლუკა? ესე იგი თვითონ ტაძრის რესტავრაცია მოხდა აი ამ 2008 წლის ომის შემდეგ. დაზიანდა? კი. ესე იგი 2008 წლის ომის შემდეგ კომუნისტებისგან მოხატული იყო, ასე ვთქვათ, ტაძარი ცისფერი კამარაფერით იყო მთლიანად ფრესკები მოხატული და ზემოდან კიდე ვარსკვლავები ეხატა. და 2008 წლის ომის შემდეგ იუნესკოს დახმარებით
მოხდა ამ ტაძრის რესტავრაცია და შემოღობვა მთლიანად. ვა, რა კარგია. კი. დიდი საქმე. და ესე იგი ეს რა თქმა უნდა მოაშორეს რესტავრატორებმა ნახატები რაც იყო შიგნით მთლიანად დაკარგული ჰქონდა პირვანდელი სახე ტაძარს. და ასევე რესტავრატორებმა მოაცილეს ტაძარს მე-19 საუკუნეში არაკანონიკურად დაშენებული სამრეკლო. და დღესდღეობით ასე ვთქვათ დაემსგავსა ისევ ძველ სახეს თუ აბსოლუტურად არა, მაინც ასე თუ ისე კარგ მდგომარეობაშია ტაძარი. გენაცვალე, სამრევლო სკოლის მოსწავლეები ხართ? კი. რა ისწავლებ? აი რა საგნები აქვს, რა სპეციალობები აქვს, რა ისინი აქვს თქვენზე. მეღრეკისის სამრევლო სკოლა, ხელმძღვანელობს მამა ათანასე. კი. დიდი ადამიანი, გაახაროს ღმერთმა. კეთილშობილი კაცი, დადებითი ადამიანი, გმირი, ახოვანი, უცხოელი რო ჩამოვიდეს, როგორიაო, ქართველიო, თუ დასვავს კითხვას, მამა ათანასე უნდა ვაჩვენოთ. გინდა გარეგნობით, გინდა საქმით. იხილეთ ეს ადამიანი, გაიცანით, აუვლით, ჩამოუვლით ამ სოფელს აუცილებლად იახელი. რამდენი საგანია, რამდენი მასწავლებელია და ახლობით გეწოდინება ამ სამრევლო სკოლაში? ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ მამა ათანასე გვიტარებს, ასე ვთქვათ, გაკვეთილებს, სწავლობთ ხოლმე ქრისტიანულ ცხოვრებას, წმინდანებს, მოწამეებს, რომლებმაც კატეხიზმოს და ასე შემდეგ, გენაცვალე. ეს გზა გაიარეს და გარდა ამისა, პირველ რიგში ესე იგი ძალიან, ქრისტიანი ადამიანი ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის უნდა იყოს განვითარებაში, ყოველთვის ახლის შემეცნებაში, ერკვეოდეს ჭეშმარიტ ქრისტიანობაში და ცოდნა ქონდეს იმ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე, როგორიც შეეფერება ქრისტიან ადამიანს. და ჩვენ აი ბავშვები თვითონ ძალიან დიდ სიხარულს და სიამოვნებას ვიღებთ პირველ რიგში ამით სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ვერაფერი ვერ შეედრება იმ სიყვარულს, იმ სითბოს, რასაც ჩვენ სამრევლო სკოლაში ვიღებთ და რა თქმა უნდა ასე იქნება. ძალიან ბევრი აქტივობა ჩატარდა სხვათა შორის სამრევლო სკოლებს შორის, აი სულ წელს იყო ვიქტორინა წმინდა ნინოს 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვიქტორინა. შემოგზანების და გენაცვალე, გაგახაროს. სწორედ საკითხებიც ამაზე იყო წმინდა ნინოზე, მის შემოსვლაზე საქართველოში, ქართლის გაქრისტიანებაზე, რა თქმა უნდა და ის არის გორისა და ატენის მიტროპოლიტის ჩვენი მეუფე ანდრიას კურთხევით მოლოცვაზეც ვიყავით ბავშვები, ფინალისტები, ვინც გავედით, ყველას გვისაჩუქრა ასე და სად იყავით, რა მოილოცეთ? თოთის მთაზე. ვა, შენ საოცარი ადგილი, წმინდა ადგილი. ეს ის ადგილია, ოღონდაც განათდესო მეფე მირიანმა თქვა და აქ ვავაშენებო ეკლესიას, რომელიც სანამ დედამიწა იქნებაო და იტრიალებსო და მზე გაანათებსო ის ეკლესიას იდგებაო და მე-4 საუკუნის ძეგლია ეგა. საოცრება. და ესეც ასე ვთქვათ, ცალკე კიდევ ერთ-ერთ სასიამოვნო მოგონება დაილექა ჩვენს გონებაში ალბათ სამუდამოდ, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი იყო და მოგვეწონა. შენ გენაცვალე, გაგახაროს ღმერთმა. კიდე ხო არის წრე, მგონი ხალხური საკრავების წრე არის. მე ვნახე იქ ბავშვები უკრავდნენ, ზოგს ფანდური ეჭირა, ზოგს ჩონგური ეჭირა, ზოგს სალამური. ხო იყო მსგავსი რა? კი, ზოგადად სამრევლო სკოლაში მანანა ხმიადაშვილი არის ასევე სკოლის მასწავლებელიც, რომელიც სამრევლო სკოლაშიც ატარებს, ასე ვთქვათ, გაკვეთილებს მუსიკის სიმღერის. გაახაროს ღმერთმა. იცით რა არის? ყველაზე დიდი თვისება ქართველისა იყო უანგარობა და მე რო იქ უანგარობა ვნახე, აი ამ ღონისძიებაზე. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. სრულიად ყველა გაკვეთილი უფასოა. მამა ბასილტანას, თქვენთანაც ყველა გაკვეთილი უფასოა სამრევლო სკოლაში. ეს ძალიან დიდი შეღავათია. მით უმეტეს ამ დროში ახლა ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს, ხომ მოგეხსენება და აი სწორედ ეს განაპირობებს, რომ ტალანტი ბავშვები მოდიან და თავისუფლად მოდიან, ხო ბავშვები, ხომ მეთანხმებით? კი. და ზოგადად საერთოდ ძალიან დიდ როლს თამაშობს სამრევლო სკოლა ბავშვების სულიერ განათლებაზე, ერთმანეთისადმი და ქრისტესადმი სიყვარულის გაღვივებაზე და ასე ვთქვათ, აი
და ერთად კრავს, ერთ მუშტად კრავს რა სამრევლო. რაც სამწუხაროდ არის სწავლება სკოლაში. კი. რაც მე მინდა ესეთი რაღაცა გითხრათ ეხლა აი ნებისმიერი თქვენთაგანი მივიდეს და ნახავს რომ ძალიან მიყვარს მე საჯარო სკოლების სამსახურში ვარ დღესაც და მე თვითონაც სანახევროდ მასწავლებელი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ ამით, მაგრამ როგორც კი დაიდეკება ხოლმე ზარი ბავშვები როგორც რასწევა და არ ვიცი ისე გამორბიან თითქოს იქით ციხიდან გაიქცნენო კარგად გამიგეთ თავკუთ მოგლეჯილი გარბიან სკოლიდან და სამრევლო სკოლაში კიდე პირიქით ერთი სული აქვს რომ მივიდნენ ერთი სულიათ რომ დაიხარჯონ ეს აუცილებლად უნდა იყოს რაღაცა მაგალითი რაღაცა ნიშანი და ასე შემდეგ და უნდა შევიტანოთ სკოლებში ეს ფასეულობები გამიგეთ და ძალიან დიდი დანიშნულება აქვს სამრევლო სკოლებს ეს თანაც ერთიანდებიან ბავშვები ესე თავისუფლად არიან იქ შესაბამისად დიდი ფასეულობაა ეს ძალიან დიდი მადლობა მეუფე ანდრიას აი ამ 8 წლისათვის რაც გვანახა და ცხადია ისევ ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები მამა ბასილი ფოსურს 7 თუ 8 წრე აქვს ყველა უფასო ყველა უანგარო და რა მითხრა იცი ლუკა გამოოგნებელი რაღაცა ეხლა ჩვენ ძალიან გვიყვარს რიცხვები და ციფრები და ასე შემდეგ ადამიანებს სხვათა შორის პატარა უფლისწული ამბობს ამას მოგეხსენებ პატარა უფლისწულში ამბობს ამას ანტუან დე სენტ-ეგზუპერი რომ გეტყვიანო რომ მაგალითად ეს სახლი არის ყვავილებიანი ლამაზი გაფერადებული ჩუქურთმებიანი ვერ ვიხდებიო როგორია სახლი მაგრამ თუ გითხრესო რომ ეს სახლი ღირსო $1 მილიონი შენ ეგრევე იტყვიო რა კარგი სახლია გამიგეთ მაშინ ესე იგი კარგი ყოფილაო თუ $1 მილიონი და მაშინ იქ ხლა სხვა ფულია ნახსენები და რის თქმა მინდა რაზე ვთქვი ეს თანხა და ეს რიცხვი და ეს მომენტი პატარა უფლისწულიდან თურმე გაკვეთილი ჩაუტარებია მამა ბასილი ფოსურს სადაც 280 ბავშვი იჯდა ერთ გაკვეთილზე წარმოგიდგენიათ 280 რეკორდი სოფლიო რეკორდი განუმეორებელი მსგავსი რამე არ ხდება ბავშვებო დედას პიცავარ ამას ვერ ნახავთ ვერსად მეტადრე მართლმადიდებლურ სამყაროში რა მართლმადიდებლური სამყარო ძალიან დიდია შეიძლება ქრისტიანულ სამყაროშიც ვერ ნახო რომ უანგაროთ უფულოთ ზოგი გორის გარეუბნიდან ჩამოვიდა ზოგი გორის სხვა სოფლიდან ჩამოვიდა მოვიდა აქ და დაუჯდა მამაოს და უსმენს 280 ბავშვი და 220-ო, 230-ო, 240-ო ძალიან ხშირად არიანო. წარმოიდგინე რა ძალაა, ესენი ყველანი იქნებიან მრავალშვილიანები, ესენი ყველანი იქნებიან განათლებულები, წარმატებულები, ქრისტიანები, ადამიანურები, ღვთისმოსავები, პოეტურები, ესეთი ახალგაზრდები იქნებიან. შემოგევლოს ჩემი თავი, ჩემო მეგობრებო, მე თქვენ ამ ეტაპზე წიგნები წამოგიღეთ და უნდა გაჩუქოთ. მე ერთმანეთს გავუცვალეთ, სხვადასხვებია. ეს ჩემი წიგნია დაწერილი ამ ქვეყნიური 64 შენ როგორც ვაშკაც და ჩემს ახალ მეგობარს და ასე შემდეგ. აი შენ ეს ჩემი წიგნია სულ სამშობლოზეა. და ათხოვე მერე და გადახედოს. აი შენ ჩემო მეგობარო თეკლა ეს არის წმინდა პეტრე იბერი. ძალიან ბევრი ადამიანი დედამიწაზე ამბობს რომ ეს არის როგორც საეკლესიო მწერალი როგორც საეკლესიო გონება ყველაზე დიდი ყველა დროის წარმოგიდგენია ეს ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში მეფის შვილი იყო წავიდა მერე კონსტანტინოპოლში მერე კონსტანტინოპოლიდან გაიპარა წმინდა მიწაზე იერუსალიმში და იქ გახდა ბერი ძალიან დიდი ბერი პეტრე იბერი პეტრე ქართველი პეტრე ურახელი პეტრე ძალიან წმინდა პეტრე იბერი და აქ არის ზღვა მასალა ამ ადამიანის ცხოვრებაზე და ცალკე აი ხატებია, ცნობებია და ასე შემდეგ და შენ მოგართმევ ამ წიგნს. კარგით, ძვირფასო მეგობარო, შემოგევლოს ჩემი თავი, შესასწავლი ადამიანია და ამ ადამიანმა რა თქვა იცით? სხვათა შორის შალვან უცუბიძე ამბობს და გვარწმუნებს, რომ პეტრე იბერი არის ფსევდო დიონისი არიოპაგელი.
და ეხლა არეოპაგეტიკა თქვენ იცით ძალიან კარგად, ჩემს მეგობრებს, მენელებს ვეუბნებით, რას ნიშნავს ეს და არეოპაგეტული ესა კორპუსი რა არის და რა გენიაა და როგორ არის ამაზე მერე დაშენებული შესაბამისად მთელი საეკლესიო სკოლები და განმანათლებლობა და ასე შემდეგ თქვენ ხვდებით და ეს არ არის საბოლოოდ აღიარებული მრავალწილად მეც ვეთანხმები რომ ეს არის შესაძლოა ეს არის ფსევდო დიონისე არიოპაგელი გენიოსი ადამიანი რო იყო თვითონ პეტრე იბერი ამას წყალი არ გაუვადა პეტრე იბერმა გარდაცვალების წინ ერთი დიდი თხოვნა შემოგვითვალა აი თავისი 8 წლის წინ ერთი დიდი თხოვნა გვაქვს რომ ხოლო თქვენ საყვარელნო იხსენებდეთ სიყვარულსა ჩემსა და ნუ დამივიწყებთ მე აი ესე გთხოვა პეტრე იბერმა და სამწუხაროდ არ არის სათანადო დონეზე ეს ადამიანი დაყენებული და სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის წმინდანად შერაცხული. აბა გადახედი ამას აუცილებლად ჩემო მეგობარო და ასე შემდეგ. ეს არის დიდი ადამიანი, დიდი მეცნიერი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ჩემი მასწავლებელია, დიდი წყალობა მაქვს, რომ ჩემი მასწავლებელია, 100 წიგნის ავტორია, მე მის სხვა წიგნებსაც მოგაწვდით თქვენა და მათ შორის მოგაწვდით შიდა ქართლზე, ვახტანგ გორგასალზე, კირიონ მეორეზე, კირიონ პირველზე და ასე შემდეგ, აი რაც მეტადრე ქართლს ეხება რა. ეს არის წიგნი აფხაზეთი და ქართველთა გააფხაზება, როგორ მოხდა უამრავი ადამიანის დაწერა აფხაზად. გამიგეთ ჩემო მეგობრებო და დღეს აი ნამდვილი სისხლით ქართველები, ეთნიკური ქართველები როგორ აფხაზობენ. ანალოგი პარალელი შეგვიძლია იმაზე გავავლო, რომ უამრავი ადამიანი აი მავთულ ხლართის იქით ცხოვრობს, უწერია პასპორტში ოსი, მაგრამ სინამდვილეში ქართველია. უამრავი ადამიანი. ესეთები არიან არა მარტო ცხინვალში და ყორნისში და ჯავაში და ახალგორში. არამედ არიან პირიქითა კავკასიაში, სადაც დვალეთი იყო და სადაც ვლადიკავკავია და სადაც ბესლანია და ასე შემდეგ. იქაც უამრავი ეთნიკური ქართველია, მაგრამ მოხდა მათი გაოსება. ხვდებით ხო როგორ და ეს ადამიანები უნდა ისევ ჩვენ კულტურაში, ჩვენ სენაში დავიბრუნოთ, რომ არ აყვავს ჩვენ დასაკარგი ქართველები. ეს თქვენ ჩემო ძვირფასო მეგობარო. ესეც მსოფლიო საეკლესიო კრებები, მსოფლიოში რო ტარდებოდა საეკლესიო კრებები, იქ მონაწილეობდნენ ქართველები. ყველა საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა ან ქართველი, ან ქართული მიწიდან. მათ შორის მაღალი ალბათობით ქართველები იქნებოდნენ ეთნიკურად. აი მათ შორის მონაწილეობდა პიტიუნტელი ეპისკოპოსი იმ საეკლესიო კრებაზე, სადაც წმინდა ნიკოლოზი და სპირიდონ ტრიფუნტელი მონაწილეობდნენ 325 წელს ნიკეაში. საოცარი ისტორიაა ესა. ესეც თქვენ ძვირფასო მეგობარო. ესეც ჩვენ კიდე ერთი საეკლესიო ესეც მაშინ ეს გოგონას მიეცი, აი ეს პეტრე იბერზეა, ოღონდ ცოტა უფრო პატარაა. ეგ გოგონას მიეცი. და ეს შენ ძვირფასო მეგობარო. გაგახაროს მერთმა. მოდი ახლა ორი სათხოვარი მაქვს რა. ერთი სათხოვარი შენთან ძვირფასო მეგობარო, რომ ნიკო სამადაშვილის რამე ლექსი ისწავლე, რომელიმე, ძალიან აქ თქო. ასევე შენც ნიკო სამადაშვილის იპოვნით, ინტერნეტშიც არის და ეხლა უკვე ბროშურებიც არსებობს. რამე ლექსი ისწავლეთ ნიკო სამადაშვილის და მე დაგპატიჟებთ თქვენს 15-20 კაციან სამრევლო სკოლის ჯგუფს, დაგხვდებით სოფელ ატენში და ნიკო სამადაშვილის ლექსი ვთქვათ ატენის სიონთან, ატენის სიონზე და ატენის სიონი მოვილოცოთ და ატენის ხეობა დავათვალიეროთ. დიდი სიამოვნებაა. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოხვედით. მე თქვენი ნახვა ისედაც შემეძლო ჩამოვსულიყავი და თქვენ სკოლაში და თქვენს ეკლესიაში მენახეთ. მაგრამ მე მინდოდა რომ ეს ადამიანები, ეს ქართველები და ესეთი ადამიანები კიდე რო ღვთისწყალობით ძალიან ბევრი ყავს, ესეთი ახალგაზრდები თქვენ გენახათ. დიდი მადლობა თეკლა. შვიდობა გქონდეს. დიდი მადლობა ლუკა. შვიდობა გქონდეს. იცნობდეთ ლუკა მაისურაძეს, მე მაინც ვიტყვი. იქ ვთქვი ეს სიტყვა, იქ ღონისძიებაზე და ერთმა მამაომ დამიტია. მე ვთქვი რომ ლუკა არის მეორე
გურამ საღარაძე და მეორე მურმანჯინორია თავისი პოეტურობით და თავისი მეტყველებით და თეკლა არის მეორე ზინაიდა კვერენჩხილაძე თავისი პოეტურობით და თავისი მეტყველებით და წარმატებები ჰქონდეთ ჩვილებო. ძალიან მიხარია პოეტურობა, ერთ-ერთი ნიშანია ქართველობისა და ერთ-ერთი ის არის, რაც ადამიანს ალამაზებს. კიდე გვეწვიეთ. ძალიან დიდი მადლობა. მშვიდობა გქონდეთ. უღრმესი მადლობა თქვენ რომ მოგვიწვიეთ აქ და კიდევ მოგოცეთ საშუალება რომ შევხვედროდით ერთმანეთს. სასიამოვნო იყო თქვენ. დიდი მადლობა მეგობრებო. გამრავდით, გაღონიერდით ახალგაზრდებო. თქვენ შემოგელოთ ჩემით. მშვიდობა გქონდეთ ოჯახში, სამშობლოში, სოფელში, ქალაქში, სკოლაში, გულში, სულში.